Салами, чему каргебо. Здравствуйте, мои дорогие друзья, россияне, славяне. Мераба беним аркадашлар. Сейчас будем по-грузински разговаривать. Халхо, картвелебо. Ам патара საქართველომ კარდინალურად შეცვალა სოფლიო პოლიტიკა. სოფლიო პოლიტიკა შეცვალა. პატარა საქართველო. გენაცვალეთ ქართველებო. არ შეიძლება იმის დაუნახვებლობა, რომ ქვეყნისათვის ასეთ რთულ დროში ძალისმიერმა უწყებებმა არაჩვეულებრივად კარგად გაართვა თავი სიტუაციას. ხედველობაში მაგ გომელაური, ლილუაშვილი და ყველა ის ქართული ოცნებამ, ყველამ ძალიან კარგად გაართვა თავი სიტუაციას. ჩემი აზრით გავედით სამშვიდობოზე, მაგრამ თავის დამშვიდება ცუდ შედეგს გამოიღებს. ვლადიმერ ილიასძე ლენინმა თქვა, რევოლუციის მოხდენა იოლია, მაგრამ მისი მონაპოვარის შენარჩუნება ძალიან ძნელიაო. ნამდვილად რევოლუცია მოახდინა ქართულმა ოცნებამ სოფლიო პოლიტიკაში. ძალიან შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნებაო. მოღალა მოდუნების უფლება არ გვაქვს. ქართულ ოცნებამ გეუბნები, ჩვენ შემოგევლეთ, ჩვენ გენაცვალეთ, აგერ ვართ ჩვენ დაგიდგებით ყველა გვერდში დაგიდგებით. მოგეხსენებათ პარიზის კომუნა როგორ სისხლში ჩაახშვეს. ეხლა ახლა რა მინდა გითხრათ ხალხო, თავი დაანებეთ ასეთ ტერმინებს, ქოცები და იგი ქართული ოცნება ქვია ამ იმას, რომელმაც სამშვიდობოზე გაგვიყვანა. როგორი ტერმინია ეს, მე ვერ გავიგე. ქართული ოცნება ქვია. ეხლა ნიკოლოზ ბჟავანაძეს მინდა მოუწოდო, ნიკოლოზ ბჟავანაძეს მოიწვიოს ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსები, ჩუბინიძე დიტო, ედიშერ გვენეტაძე, მამუკა კარტოზია, იოსებ შატბერაშვილი, გრიშა ონიანი, გულბათ რცხილაძე, ელიზბარაშვილი. ეს არის კორიფეები არის ისტორიის და იმის საქართველოს ისე უაღრესად საინტერესო პიროვნებებია. უნდა წავიდეს ჩინეთში სპეციალისტები გამოცდილების მისაღებად. მე როცა დაწყნარდება, ყველაფერი უნდა წავიდეს გამოცდილების მისაღებად. ყველა დანაშაული ხალხო, ყველა დანაშაული წარმოიშვება სოციალური უთანასწორობით წარმოიშვება ყველა. ამიტომ ყველა ბავშვს, ახალგაზრდას უნდა ქონდეს საარსებო ნორმალური საშუალება. ძალიან კარგად ყაველაშვილმა ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან კარგად მოიქცა, რომ გაათავისუფლა ის ხალხი, მაგრამ დარჩა კიდე დარჩა რამოდენიმე პატიოსანი კაცი, იქ ყველაფერი შეთითხნელი ბრალდებებია. ის არც შევარდნაძეზე ყოფილა თავდასხმა, ეს სპეციალურად იქნა, ხო და დადგმული სპექტაკლი იყო, მაგი და ისიც კიდე იგი ორგანიზოვი რო იყო. გამოუშვით ეს ქართველი კაცი, შემოკარგებო, დოგვაძე ქართველი ადამიანი დალპეს ციხეში კაცო. ეს როგორ შეიძლება? აუცილებლად მოგიწოდებთ, ბიზინა ივანიშვილო, მოგიწოდებთ, გამოუშვით დოგვაძე და ორგანიზოვით. აუცილებლად კიდე ახლა იქინე კიდე რა გადახედეთ. ის ქართველმა ხალხმა უნდა ახლა უკვე განთავისუფლებული ვართ და ამიტომ თეთრი ფურსლიდან უნდა დავიწყოთ. თეთრი ფურსლიდან ვაპატიოთ ზოგიერთ რამეს ერთმანეთს. თუ შეიგნებენ ვაპატიოთ ერთმანეთს რაღაცეები და თუ არ შეიგნებენ, მე სხვანაირად წავა საქმე. ხო, დაუშვებელია
ახლა მე რას ვლაპარაკობ? ახლა კიდევ სოციალური რაღაც მე სოციალისტი ვარ, ხო და სოციალურ იმაზე გადავდივარ. დაუშვებელია ერთი ადამიანის მიერ ადამიანის მეორე ადამიანის ექსპლუატაცია. მიწა უნდა ჰქონდეს ოჯახს უნდა ჰქონდეს კონსერვატორულ ოჯახს და იმას საერთოდ იმდენი რასაც დაამუშავებს მისი ოჯახი. ერთი სატრანსპორტო, ერთი ტრაქტორის და ერთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით. მიწის გაყიდვა უცხო ტომელებზე მიწის გაყიდვა არ შეიძლება. დასაშვებია მხოლოდ არენდა 10, 15, 20 წელი უმაღლესი 20 წლამდე უმაღლესი რომ არენდით გაცემა. აუცილებლად უნდა დაიწყოს ქონების რეგისტრაცია. ბიზინა ივანიშვილის გარდა. ახლა მე ვლაპარაკობ რაც მემჯერა. ბიზინა ივანიშვილის გარდა, ვინც სოციალისტურ პარტიის ანგარიშზე შემოიტანს რა თანხასაც შემოიტანს, დაუშვათ შემოიტანა 10 მილიონი. შემოიტანა ისე იგი ხო 10 მილიონი გადარიცხა ისე სოციალისტურ 10 მილიონამდე გაიზრდება მისი სიმდიდრის ზღვარი. ეს დიდარ ხალხზე ვლაპარაკობ. დაუშვათ ეს რომ წაადგება საქმეს ასეთი მიდგომა. არ შეგეშინდეთ ხალხო, პატარა პარტიებსაც უნდა სოციალისტურ პარტიას. ხო, რამდენს 20 მილიონს შემოწირავს, 20 მილიონამდე გაიზრდება მისი ქონების დაგროვების ზღვარი, 100 მილიონს შემოწირავს, 100 მილიონამდე გაიზრდება, 500 მილიონს შემოწირავს, 500 მილიონამდე გაიზრდება მისი ქონების ზღვარი. ამის სანამდე ჩვენ სანამდე ვიქნებით სოციალისტური პარტია, ამის პასუხისმგებელი მე ვარ, რომ ეს ასე იქნება. არ შეგეშინდეთ ხალხო, არ შეგეშინდეთ. პატარა საქართველოს მოსახლეობისგანაც უნდა გამოიხედოთ. არ შეიძლება ასე ეს გლორი კანონი ხო არ შეიძლება ერთს ყველაფერი და აგერ მილიონს არაფერი. ახლა ვიზეთ ვლაპარაკობ, მიხდება იმას, ვიზეთ ვლაპარაკობ. ეხლა ხო, გარდა ივანიშვილის ოჯახისა, რადგან მან და ქართველმა ხალხმა ფილიგრანული სიზუსტით შეცვალა კაცობრიობა შეცვალა. აქ რომ დაწყებულიყო და კიდო დიდხანს იბოგინებდა იქინე იგი ბაიდენი და ის სატანისტები კიდო დიდხანს იბოგინებდა. ხო, ეხლა მინდა ტრამპმა გამოაცხადა თავისი პოლიტიკის თავისი მოქმედების არეალი. ეს არის კანადა, გრენლანდია, რომელიც დანიას ეკუთვნის, ვიკინგებია ეგენი. სიამოვნებაში იქ გრენლანდიას და ანტარქტიდას, სადაც პოლგალაზები ცხოვრობდნენ. პოლგალაზები, ამიტომ ქვია ლანდია, გრენლანდია. გრენ არის დიდი ლანდია. ხო და იმან მოხაზა მისი მოქმედების არეალი და ვენესუელაში აპირებს კიდე იმას რა ქვია, ვენესუელაში აპირებს კიდე რაღაცა იქინე იმის რა ქვია, პანამის არხის მითვისებას. მაგრამ პრინციპში ეს არ არის ცუდი კაცო, იქ რას უნდა ითნას, იმიტომ რომ ჩრდილოეთ პოლუსს და ზევით ალიასკა არის. მერე შუაში გამოკვეხებულია კანადა და მერე ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ რას გვიშლის ხალხო, ევროპელებო, აზიელებო, რას გვიშლის ჩვენ ხელს? რაც უნდა იმ ტერიტორიაზე ის გააკეთოს ტრამპმა. ზოგი ახლა ახალგაზრდა პოლიტიკოსებო, დაანებეთ თავი ტრამპის კრიტიკას. ძალიან კარგად იქცევა ტრამპი. ხო და თქვა იმან რომ მე არ ჩავერევიო სხვა კონფლიქტებში, მარტო ჩემი მოქმედების არეალი იქნება ესო. ხო, ეხლა ხო
ახლა რა მინდა ესე იგი აუცილებლად რუსეთთან უყურებ ახლა ერთი რამე მინდა თქვა ხო იძახის ქართული ოცნება ევროკავშირისაგან რაღაცა ევროკავშირი უნდა თითქოს კაცო მაგრამ პრეზიდენტი და ოცნება ხომ სულ სხვა და ახლა ეს პრეზიდენტი ახლა ყაველაშვილი არის მთელი საქართველოს პრეზიდენტი კაცო ყაველაშვილს აქვს უფლება ჩავიდეს რუსეთში და დაელაპარაკოს ვლადიმერს და პუტინს დაელაპარაკოს მაშინ ვიტყვი რომ კარგი პრეზიდენტია მეთქი და გაუმარჯოს მეთქი ამას თუ შეასრულებს და უვადო პატიმრები რომა ნუ დაალპობთ იმას ციხეში მიხეილ ყაველაშვილო გეუბნებით თქვენ 80 წლის გახვდები მაგრამ ამ ხნის 79 წლის კაცი რომ ცოდვა ადამიანი ზაღლებით უნდა იყოს იმაში რა ქვია წიგნი მაქვს წაკითხული გრაფი მონტე ქრისტო რამოდენიმე წელი იმას გაატარა ციხეში ადამიანმა არ შეიძლება ეს გამოდი დემოკრატია გინდა დააშენო და როგორი დემოკრატია ეს უვადო პატიმრები ყავს უვადო პატიმრები არ შეიძლება აუცილებლად პრეზიდენტ გთხოვთ გამოუშვათ რაღაცა თუ ისე მაგალითად იმაში რა ქვია ოჯახში დაუბრუნდეს ოჯახს და შინაპატიმრობას რომ ეძახიან შინაპატიმრობას თუ რაღაცა ისეთი გეშინიათ და ისეთი შიდაპატიმრობაში იყოს შიდაპატიმრობაში და ოჯახთან იყოს მის ოჯახთან ცოდვა რამდენი ხანია დალპა ადამიანი საპატიმროში ეხლა რა მინდა კიდევ თქვა აუცილებლად წელს უნდა დაიწყოს წელს რკინიგზის ისე იგი აფხაზეთის მიმართულობით რკინიგზის გახსნა უნდა დაიწყოს რაც დააშავა იმან ძიძიგურმა და იმან დაждდა იქინე რკინიგზაზე და იმაზე ეს ჩვენ გამოვასწოროთ უნდა სოციალისტებო ყველას გთხოვ ახლა იქინე ნიკოლოზ ჟავანაძე არ ვიცი ალბათ მარტო მის ტელევიზიის სეზონის გარდა სხვას არაფერს აყურებს გონია ჩვენ ვართ ერთი პარტია ვართ ერთი სოციალისტები და კონსერვატიულად განწყობილი სოციალისტები ჩინური მოდელი და კონსერვატორები რომა ბევრი ვართ 140 კაცი ვართ ნიკოლოზ ბიზიკო ნიკოლოზ თქვენ ხართ ჩვენთან კიდო გეუბნებით ახლა პარტია არ გვაქვს რო იზახი როგორ არ გაქვს პარტია 140 კაცია შეკრებილი 140 ადამიანი ხო და ახლა კიდე გთხოვ ვიზია იმან ნიკოლოზ ბაბუცა პატარაიები არ არსებობს ბაბუცა პატარაია მე პატარაია ვარ და ბაბუცებთან იმაყოლე სიცხვილია ნიკოლოზ ეს ამბავი რა არის რამდენი ბაბუცა პატარაია ყავს გვარში და ზოგს ოჯახში გამოდის სულელი და დეგენერატი და მეორეჯერ არ გევიგონო ასეთი ამბავი თორემ სხვანაირად მოვიქცევ აუცილებლად უნდა გაიხსნას რკინიგზა რუსეთის აფხაზეთის გავლით რუსეთი და როგორი ტურისტები შემოვა როგორ იყო გახსოვს დადიოდა მოსკოვის წყალტუბო დადიოდა წყალტუბოში გარემონტებულია მგონია რაღაცა კიდო გავარემონტოთ რომა იქ სანატორიუმებია მოსკოვი წყალტუბო მოსკოვი ბათუმი თბილისი მოსკოვი სოჩა თბილისი ეს ავამოქმედოთ ხალხო ეს და ავამოძრავოთ საქართველოს გეუბნებით გთხოვთ ყველას დავანებოთ თავი მე არკაცის ახლა ესო გამოდიან ეგენი დასაჯელი როგორ ახლა მოსაცილებელია თუ დადებენ იმის პირობას რომ არ ატეხავენ უბედურებას და კიდე არ იზრდებენ მაშინ შეიძლება დროებით გამოთავისუფლდეს ვიღაცები მაგრამ ეს ახლა ოპოზიციას რომ ეძახის თავს ეს ოპოზიცია არა ეს არის საქართველოს ტრობა შემოკარგებო საქართველოს ტრობა დაანებეთ საქართველოს ტრობას თავი ხო და მოიქეცით წესიერ და შეღავათები მოგეცემათ აუცილებლად გთხოვთ
მომელავრო თხოვ რომ დააპატიმრო ეს ხალხი დააპატიმრო რომ ჩამოვლენ ახლა იქიდან დააპატიმრო ვისიც შესაძლებელია მისი შესაძლებელია ხო აუცილებლად თუ დააპატიმრო და თანდათანობით ისე ერთი წლის მერე წელიწად ნახევარის მერე თუ მოიქცევიან ჭკვიანურად და თუ დროდადრო გამოუშვათ ეს ასე უნდა მოხდეს ხო და თუ დადებს იმის პირობას რომ მოიქცევა წესიერად რაც დაანგრიეს გადაწვეს გადაიხადონ უნდა გადაიხადონ წესით უნდა რაც დაანგრიეს გადაწვეს კონფისკაცია ქონების ხო და რაც დაждდება ამის გაკეთება ამის ყველაფერი რაც დაწვეს დაანგრიეს ეს უნდა აუცილებლად უნდა მათ უნდა გადიხადონ ხო ეხლა კიდე მინდა ახლა ამ ჩვენ პარტიაში რომ იყო ადრევით ამ დავით ნემსაძე იყო ეს ეროვნულებს რო ეძახიან თავს დავით ნემსაძემ ამორჩევლებს რომ აგინა ამორჩევლებს რომ აგინა ბოდიში მოიხადოს დავით ნემსაძე მე თემური პატარაია გეუბნები 79 წლის კაცი როგორ შეგვაგინე ამორჩევლებს როცა ყველამ ჩვენ ბიზნეს მივეცით ხმა ამიტომ თუ მოიხდი ბოდიშ კიდო გეპატიება ხო თუ არა და მასე იქნები მასავით რა ქვია ქაქუსა ჩოლოყაშვილივით ყაჩაღად გავარდნილი ჩემო კარგებო უცხოს აზრი რატომ გაინტერესებთ ასე უცხოს აზრი ნუ გაინტერესებთ ვინ არის ევროკავშირი არ არის ჩვენი უფროსი ჩვენ ავირჩიეთ ჩვენ ტრამპი ავირჩიეთ აგერ ბიზინა ივანიშვილი არის მე ამდენ ხანია ვლაპარაკობ ამას ტყვილა კი არ ვლაპარაკობ ეს არის ბელადი არის ჩვენი და მე ვარ რჩეველი მინდა ურჩიო კარგი რამეები მინდა ურჩიო რომელიც საქართველოს რაც წადგება არ მინდა არაფერს არ ვებულობ მე რჩევას მივცემ პროსტა ეს თუ შეიძლება ჩემ რჩევას კარგია ხო უყურეთ ჩემო კარგებო უცხოს ას ნუ დაინტერესდებით უცხოს ახლა ახალი მანდილოსნები შემოვიდა ახლა ძალიან კარგი იყო ის რა ქვია გამრეგელი კარგი ქალბატონი ბრძანდებით კარგი ქალიშვილი ბრძანდებით კარგად იყავით და ასე ახლა რომ როგორ კარგად ილაპარაკე ძალიან მომეწონა მეორე ნატახარ ხო და ჩაწერილი ხარ სიაში ახან ამ 140 კაცი ხარ ჩაწერილი ხო და ასეთ კიდე ჭკვიანურად და ასე დაკვირებულა და გაანალიზო უნდა ყველაფერი რაც ხდება სოფლიოში ახლა კიდე რა მინდა ახლა სოციალისტებზე მაქვს ერთი შენიშვნა მე რომ სამხედროში მსახურობდი და ახლაც რუსეთში ვინც მსახურობს და ჩეჩნების გარდა ჩეჩნებს ახლა როგორც ალბათ ეროვნულია და დართეს უფლება რომ დაჟე მან რა ქვია ჩეჩნების იგივე რომ აიმქანე სარდალი აუდინობი თუ რა გვარია ხო და ის ხო ხედავ არა აქცარი მოშობილი ხო და მაშინ რა ქვია მე რომ მსახურობდი მერეს რუსეთი ჯარში ულვაშის მოშობა ნებადართულია ულვაშის მოშობა და არ არის სავალდებულო და ქვია ლობჟანიძე ძალიან კარგი ახალგაზრდა ხარ ძალიან კარგი მცოდნე ხარ ბაბუა დამიჯერე გაიპარსე წვერი გაიპარსე ხო ისი გერიდება რა ულვაში დაიტოვე ხო და უფრო უკეთეს იქნება ეგ თემურ ფიფიასთან რო იყავით და მას თემურ ფიფიასთან რო იყავით ხომა გაპარსული კაცი ხომა კარგი შესახედავი ადამიანს შუბლი უნდა უჩანდეს წესიერ პატიოსანձნადებს შუბლი უნდა უჩანდეს ნუ დაემსგავსებით კი მარქსი ენგელსი ლენინი ხონდა წვერი მოშებული გენიოსი ადამიანები იყო მაგრამ სტალინს შეხედეთ მარტო ულვაში ქონდა შუბლი ხო და ასია სამხედროში და მარტო ულვაშის გაშვება არის ნებადართული ხო ამიტომ სოციალისტებო იქიდან რომ გაგიშვიათ წვერი არ უნდა წვერის გაშვება ახლა კიდო ზოგი რომ ლენინს აგინებს ლენინმა რა თქვა იცი სურსათი რომ არ იყო და შიმშილობა იყო
ჩაის წყალზე გადადიოდა კაცი, ჩაის წყალზე ეს პატიოსანი კაცი ხო და როგორ გააიქნეს, საქმეა, გაამასხრეს და გააციგნეს ეს პატიოსანი კაცი. ჩაის წყალზე რა თქვა, იცი, ჩემი ხალხიო შიერი იქნება, მე საჭმელი როგორ ჭამო, ჩაის წყალზე გადადიოდა კაცი. ხო, არც სტალინი იყო კიდევ რა ქვია, დიდი ხო და სტალინმა რაც გააკეთა, კამომ ლენინს შაუტანა იქნე, მათ ასეთი იდეა ჰქონდათ, რომ ეს სოციალისტური იდეის გამარჯვების და აგერ გითხრათ კედმი ისრაელის სამხედრო დაზვერის ყოფილმა შეფმა, რომელიც ასეთი ადამიანის სტალინის დონის ფიგურა სოფლიოში არ ყოფილა ჯერჯერობით. ეხლა მეორე მოდის ასეთი ფიგურა. მე ვფიქრობ, მეორე ასეთი фигура არის Владимирович Путин. После Сталина, да, я вот думаю, что в международном масштабе, да, Владимир Владимирович Путин уже сейчас на первом месте он, среди политиков. На втором месте Си Цзиньпин. Да, на третьем месте уже можно Трампа. Вот такой расклад сил. Поэтому не бойтесь, дорогие мои славяне, не бойтесь, все будет нормально. Фашизм должен уничтожать. Всем бывшим Советском Республике не должен быть фашисты. Денационализация. Вот так говорит Владимир Владимирович Путин. Он хочет, чтобы Украина была денационализирована. И вот так все вот эти бывшие советские государства. Ехла чего картебу. Ахла, я вам говорю, дорогие мои славяне, да? Ски что такое? Ски по-маргарски швили. Швили значит дочь, сын, да? Ски, да? Ма что такое? Ма значит ме. Ма значит я. Кто такой маски? Кто такой? Подумайте хорошо. Ма по-маргарски я, ски, швили. Вот это есть маски. Илон Маски. Сейчас в Румынии победил Джорджеску. Джорджи, это значит картвели швили, грузинский. Джорджеску, это Джорджеску выходит грузинский. Петре грузинский. Вот что было там в России, что такой политик был, такой. Вот такой вот Джорджеску победил, но это аннулировали как-то, этот выбор, это там нахимичили, этот. Ехла чему каргебо, хо. Исеги. Хо. Окриашвили es Goldenski. ოქრიაშვილი რა გამოდის? Goldenski გამოდის, ხო? ხო. ბიზნესთან იშოვენ ფული და მიატოვენ მერე ბიზნა. ხო. ოქრიაშვილზე ვამბობ. Goldenski, ისე ბიზნესთან იშოვა ფული. მიიღო ბიზნამ, ამდენი ფული ხდა გახდა მილიონერი და ახლა გახსნა აფთიაქების ქსელები და გაატყავა მთელი საქართველო. რას ნიშნავს ეს? რამ გეუბნებით ოქრიაშვილი და კიდო ჩხარტიშვილი და გეუბნებით სოციალისტური პარტია აუცილებლად მოვა. ხო და მოკითხავენ მე რასაც შემოსწირავთ ახლა სოციალისტურ პარტიას. სოციალისტური პარტია იმის მე პასუხისმგებელი რომ არ გამოიყენებს არა იმაზე რა ქვია
არასაჭირო რამეზე ერთი კაპიკს არ გამოიყენებს ყველას რაც საქართველოს ჭირდება და ეს იქნება ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. რაზე წავა ეს თანხები? გეუბნებით დროზე, მოდით გონზე და რასაც შემოწირავთ, იქამდე აიწევა თქვენი ქონების დაგროვის კატალოგი. აუცილებლად წავა ქონების რეგისტრაცია, აუცილებლად წავა. მე თქვენ ამას გპირდებით. ეხლა ხო ასევე ჩარტიშვილსაც, ჩოჩელსაც გეუბნებით ამას. თუ გინდათ ჩოჩელო, ჩარტიშვილო დაიხსნათ თავი, გააკეთეთ ასეთი რაიმე. თორემ მოგკითხავენ გეუბნებით. რასაც შესწირავთ სოციალისტური იმდენი ნება გექნებათ ქონების დაგროვების. ახლა ეს ეხება აგრეთვე ბევრს სხვასაც ეხება. დროზე მოდით გონზე და თუ გონზე მოხვალ დაგიფასდებათ. თუ არა და თქვენ თავს დააბრალეთ. რაც მოგივა დავითავო, ყველა თქვენი თავითავო, ყველა შენი თავითავო. და ხო Дорогие мои россияне, если Трамп, дорогие мои россияне, если Трамп присоединит Канаду, Гренландию, и еще Мексика хочет что-то навести, не знаю, что хочет, тогда нам, славянам, открывается дорога, чтобы создать бывший Советский Союз 2. Подумайте еще, как лучше будет. А это обязательно должен так создать. Если он так делает, мы тоже так должны делать. Даже я думаю, что Варшавский договор создать. 13 государств было в Варшавском договоре. 13 социалистических государств. Вот так надо создать опять этот Варшавский договор. Пойдут они. Трамп уже не будет вмешиваться. А Европа, что там? Кто там? Кто? Одна Франция? Что такое Франция? Они свои проблемы не могут решать. Ეხლა ჩემო საყვარელო სოციალისტებო, საბჭოთა კავშირში ხო ეს თქვი. თქვენ იცით რომ ახლა ასეთი რამე. Дорогие мои славяне, ჩემო ქართველო ხალხო, რა არის имя Мария. Что такое имя Мария? Мар это по-маргалски мужчина. Человек, мужчина. Да, я это швили. Она или он. В грузинском это нету, в грузинском. Это женский, мужский род. Считается, значит, Мария выходит дочка мужчины, человека. А вот по-грузински не выходит так. Здесь иногда называют Марика. Смотрите, это неправильно, это лингвистики неправильно сделали. Слова или должна Мария, или Мариами. Или Мариами, или Мария. Сейчас Мариами что такое? Значит, ми по-маргарски вин. Значит, кто? Ми. Да. Мар значит человек. Кто Мариами выходит? Кто дочка человека? Кто дочь человека? Мариами. Ми значит по-маргарски кто? Сейчас вот берем такой грузинский этот. Марика. Разделим. По слогам разделим. Сперва разделим на дву букву, да? Марика.
ма значит я, me. Да. Сейчас по-грузински. Ма значит me, по-маргарски. Да. Ри что? Ри просто слог. Рика. Рика что такое? Не знаю я такой слова, грузинские слова, не знаю Рика. Если снимешь ру букву, получается Ика. Ика, ну Иракли. Смотрите сейчас. Сейчас делим на три буквы слога. Вот мар, Ика. Значит, выходит, Сеги, Иказия, лабараги, Ика. Сег Адзия, лабараги, да. Хванизахит Марика, Сезахит Калс. Вы называете Марику, здесь грузин называют женщину. Называют Марика. Вот молодая девушка, Марика называют. Неправильно это. А вот по-чеченски правильно. Смотрите, ме. Они тоже, они вообще пятый этот, как сказать, грузинский это пять колена был. И вот ма значит ме, я, ма. Лика что такое? Лика это Лия. Вот как раз вот Малика, правильно. Что это чисто грузинский, что выходит? Марика или Малика? Малика. Выходит чисто грузинский. Вот особенно, вот я вам Дито Чубинидзе, вот иногда сомневаешься в моей теории, да? Подумайте хорошо, подумайте хорошо, что и делите Марика да Малика. Какой? Чисто грузинский. Сейчас чему საყვარელო სოციალისტებო საბჭოთა კავშირში ხო აი ეს ქერთვი შემოკარგებო თქვენ იცით რომ ახლა ხამედი ახლა რა არის მუჰამედი Магомед, что такое Магомед? Ма это по-маргарски я. Гамед это Хамед, Хемдо, Хемид. Вот так выходит, вот так. По-маргарски переводишь, все правильно выходит. Магомед значит Гамед значит Хамед, Хемдо. Это аджари, так сейчас называют Хемдо. Сейчас еще, вот вы говорите, некоторые грузины, что осетины, эти настоящие маргали пол гал лази. Осетины. Вот есть это имя Пати, да? Вот в Аджарии, Турции называют, женщину называют Пати. А осетины как называют? Пати ма. Ма значит ме по-маргарски. Да, пати ма значит я пати. Что еще хотите, я не пойму. Осетины тоже грузины. Скипи. Они из Персии, из этого партия, который был. Вот партия снимай. Вот остался Артия, Нартия, вот эти кабардинцы, вот эти адиги, чечени, эти выходит, значит, Нарти, партии, вот эти, которые, партия была государства, карти, есть карти, но пусть будет карти, это не имеет так, вот это грузины, картвели, что такое, карти были. Это из Киндикара пошел все, кара, где, Карачай, Балкария. Вот это грузинский, все, это получается, по-грузински получается, от грузинов, от пол-гал лазов произошло все человечество, мои дорогие славяне. Вот эти. И вот эти, когда пошли вот туда, вот смотрите, этот адыгейский этот,
Там прямо грузинские слова говорится. Грузинские слова прямо. Бурятские слова. Как мой дяди, этот, моя бабушка разговаривала. Вот так они, вот несколько слов сходится. Вот так. Вот эти, они когда пошли туда, да, дальше Сочи, да, даже и сейчас это, там село, вот Пластунка, Сочинский область, Пластунка, есть село, где грузины живут. Да, вот эти арти, парти, сарти, нарти, карти, да, харти. Харти есть, это Шотландия есть такой, тоже команда есть такой. Вот это, корень выходит арти, арда, золотая арда была, золотая арта, чему, мои дорогие грузины. Вот так вы должны знать, что золотая. Вы говорите урдо, нету такого золотой урдо, нету. Есть золотая арда, იგივე золотая арта. ახლა უყურეთ, ქართველები იმას ჩიგისხას და იმას უხდიდა ხარკს. საქართველოს არ დაუბრია, კი იყვნენ შემოსული, მაგრამ ხარკს უხდიდა. სხვა ქვეყნები დაპყრობილი ქონდა. ხო და ეგერ იმან დადიანი რომ იქნეს გაშიფშლებული რო იყო ხალხი დაყრილი იქენ და ფუტკარი ესაოდა და იგი ესაოდა. ხო და როგორ მობიერება გამოიჩინა ამ კაცმა. გალინსკი იყო გვარად, გალინსკი, გაიგეთ ეს ქართველებო. Чингисхан был Галинский. А его этот правнук, да, Лев Семенович Галинский. Бегларбек Нагай. ახლა შემოყარგებო თქვენი ცით რომ ხო ეს კერტკი ფატი თქვი ახლა сейчас посмотрите хорошо послушайте хорошо что я говорю мои россияне друзья мои хорошие я вас очень уважаю я значит я сир я значит швили да сир значит Сир это есть село у нас, это Абашский район, Носири. Носири, да, Ланчхутский район есть Сири очками. Вот эти Сири, которые вот эти, даже они были вот, Сири были вот эти, как турки, а турки произошли от Сирии эти уйгуры. Уйгуры и Сири, вот эти они разделились, вот так вот. Да, я сир Арапати. Сейчас переведем по-маргалски. Значит, я значит, швили варо сирису. Син говорит мужчине. Значит, сир, да? Арапатио. Не женщина, син, а мужчине син выходит. Значит, я син говорит мужчине, не женщине. Вот. Я сир Арапати, вот так переводится прямо. Вот там поле Гали Лазы жили там. Поэтому Сталин что сказал, сталинские директивы обязательно должен выполняться. Обязательно должен выполняться. Сталин дал израильтянам, Сталин дал родину. Американцы не хотели, но Сталин это дали. Кто это не поймет, того надо лечить в психиатрической больнице. Ახლა შემოკარგებო, ხო, ეს მარიკა ქირთვი. ხო, ახლა ეს აგერ მიწერე კიდო. ნიკოლოზ, ჩემო ბიზიკო, უფროსი ვარ, შენზე რა იქნები? 50 წლისკენ მეტი არ იქნები. მე ვარ 45 წლით მაინც უფროსი შენზე. როიზახი ბაბუცა პატარაიები, კი არა, ჩემო კარგო, ბაბუცა პატარაია, შემდეგ არ დაგემართოს ეს ამბავი, თორე ისე, ახლა ადვოკატი ხარ და გიჩივლა უნდა. გიჩივლა ბიცოდე. დაანები ასეთ ლაპარაკს თავი. თქვი ბაბუცა პატარაია. და ბაბუცა პატარაიები. რამდენი ბაბუცა პატარაიები გყავს, კაცო?
დაუკვირდი პატარა ადვოკატი გონი ვატყობ რომ ადვოკატურა გესმის იურიდიული გაქვს დამთავრებული, მაგრამ ასეთი შეცდომები არ უნდა მოგივიდეს. პირადად მეხები მე. Ეხლა мои дорогие славяне, я вам говорю просто, что Грузия должна делать. Президент Авелашвили обязательно должен подписать договор с Россией. Вот тогда я скажу, что он достойный президент. Достойный президент. Кто хочет, этот мечта, грузинская мечта хочет Европу, пусть будет грузинская мечта Европы. А вот президент и премьер-министр сами не должен быть одинаковым мнением. Поэтому Авелашвили имеет право пойти в Россию подписать договор. Тогда все грузины будут уважать себя. Да. Потом большие вот эти, как сказать, объекты, да, национализоваться, должен национализироваться. Когда инфляция будет, допустим, инфляция, если будет, да, вот эти низкий этот слой населения не должен чувствовать эта инфляция, не должен чувствовать. Вот сейчас иногда вот сколько раз подняли, допустим, сколько раз подняли энергоресурсы, сколько раз подняли, когда это подешевел, допустим, газ, нефть, да, потом этот цены так и остался там. Надо было пустить опять, если поднял, надо было пустить. Они нет, поднимают. Посмотрите немножко. Придут социалисты и разберутся во всем. Еще вот эти лекарства. Еще что я хочу, чтобы каждый большой город, Тбилиси, Кутаиси, Батуми должен открыться бесплатная больница. Не надо назвать хоспиталом. Нету такой хоспиталя. Это при военное время хоспиталь. Больница должен открываться. Еще должен бесплатный стоматологи должны. И бесплатно должен зуб вырвать и пломб сделать. Вот это. А эти, если хотят, вот эти сделать, остальные нет. Только зубы лечить и вырвать зубы. Вот эти. Обязательно должен. Каждый это большой город. Пусть будет и так, как вы хотите, но и такой должен быть. Среди низких слоев населения. Сейчас вот Гитлера, допустим, все винят Гитлера. Ну, правильно, он ненормальный человек, бешеный был. Но одно, знаешь, что сделал для Германии? Говорит, каждая немецкая семья должен родить сына одного и дать государству. Представляете или нет? Вот так Грузия должен быть. Каждая семья должен родить одного мальчика и дать государству. Чтобы и запретить вообще Грузия запретит аборты. Аборты запретит. Ყველა დაბავდებულ ბავშვზე თუგი რამე საშუალება არსებობს, ამას უნდა შეუწყოთ ხელით, მაგრამ დაანებეთ ვიღაცებზე, მასწავლებლებზე, იმაზე ხელფასების მომატებას თავი. ეს ბავშვი რომ გაზარდა, ის ბავშვები 10 წელიწადში და 20 წელიწადში გეყოლებათ არმია გეყოლებათ 20,000 და 50,000 ადამიანი გეყოლებათ არმია. პატრიოტების ზემდა, პატრიოტულ მოტივზე უნდა იზრდებოდეს. ასე გააკეთა ჰიტლერმა, მაგრამ ყველაფერში კიდევ დავემსგავსებით ჰიტლერს. რაც კარგი გააკეთა ჰიტლერმა, იმაში დავემსგავსოთ.
ყველა ქართველ ოჯახს ერთი შვილი უნდა გააკეთოს და უნდა აჩუქოს, უნდა სამშობლოს. ხო, აუცილებლად უნდა ჩავიდეთ ბრიქსი, ჩვენი საშუალია. Gruzia должен под зонтиком БРИКСа, под зонтиком Российской Федерации должна существовать. Нету никакой. Трамп уже свои проблемы не может решать. Европа свои проблемы не может решать. У них еще Европа, подождите, что случится, еще не знаете, что там. Вообще может разрушиться, вообще Евросоюз, вообще там Германия может разделиться. Вообще там не знает никто, что будет. Через 5 лет, через 10 лет. ეხლა მოგიწოდებთ 140 კაცი დავასახელე, მე 130 დავასახელე, 135 ვენე და 5 კაცი კიდო დავასახელებ და შეიძლება კიდო დაემატოს 10 კაცი, 10 ადამიანი. მაგრამ უკვე აღარ არის ახლა იმდენი დაემატა, ახლა ახლები აგერ გამრეკელი დაემატა, ეგერ დაემატა, ახალგაზრდა ბიჭი ძალიან კარგად იმაშობა ლაპარაკო, ძალიან კარგად ერკვევა პოლიტიკაში. დაემატა ეს და ბევრი ადგილი აღარ გვაქვს უკვე. თემბო მანიზე და იმან და ქვია, ახლა მეც ნუღარ მიგზავნით, მეტი ადგილი არ გვაქვს. ხო და იმ ადგილობრივ არჩევნებში კი, პაჟალუსტა ჩავწერ ადგილობრივ არჩევნებში. ხო, ახლა მოგიწოდებთ ამ 140 ადამიანს 5 კაცს დაუმატებ კიდო. ხო და შევიკრათ ერთ მუშტად. ნიკოლოზ ჟავანაძე როიძახი პარტია არ გვაქვსო, ეს პარტია არის თქვენთან. სოსო იოსებ შადბერაშვილო ზაგანია, ამ პარტიაში ხართ თქვენ 140 კაცი. გადახედეთ ჩემი ბლოგები, ნახეთ და იქ არის ყველა და ახლა კიდე მინდა ჯერ იგი რა ქვია, პირველი და მეორე ოცეული მინდა წავიკითხო. კიდო მეორე ჯერ მინდა წავიკითხო. Сейчас еще что я сказал, что Бизина, переходи с нами переходи. Потому что здесь очень умные политики, справедливые и чистые, самое главное чистые. Они начинают с белой бумаги, начинают эти политики, да? Первый, я временно, когда будет нормально, я уйду. Сейчас хочу этот самый Чубинидзе Дито. Хочу перевести на второе место. Вот. Патарая Темури первый. Был здесь Николай Жаванадзе, но Николай Жаванадзе перейдет, временно перейдет. А потом, может, и другой ему что-то светится, другой. Значит, Чубинидзе Дито переходит на второе место. На третье место Тристан Цителашвили. Тристан Цителашვილოს დაემატოს უნდა ერთი ხარისხი, გენერალ ლეიტენანტი უნდა გახდეს აუცილებლად. შემდეგ მეოთხე, ჩეთვერთი ვალერი კვარაცხელია, პიატი, მეხუთე მამუკა კარტოზია, მეექვსე თინა თოფურია, მეშვიდე თინა გოცაძე, მერვე გრიშა ონიანი, მეცხრე ნატა არღულიანი, ხო, მეათე თემურ მაკარიძე, მეთერთმეტე შავლებ ჭყოიძე, ის რომ არის ადვოკატი რომაა ჭყოიძე, შავლებ ჭყოიძე, მეთორმეტე მიხეილ ჟღენტი, მეთორმეტე, მეცამეტე ტრინასათი ელიზბარიშვილი. ზოგს ახლა ყველას მოსაწმოს ვერავინ ვერ იტყვის ვერაფერს. ამიტომ მე მომწონს, კარგად ლაპარაკობს ეს ადამიანი. ელიზბარიშვილი, მე-13 ნომერი, მე-14 ალთინოკი ნანა. და сейчас смотри,
Не знаю, я хотел бы, чтобы Немсадзе приехал, чтобы ему дали возможность, чтобы прийти в Грузию. Немсадзе Ермиле. А Давид Немсадзе пусть подождет пока. Но Ермиле Немсадзе, по-моему, должен возвращаться. Да если не получится, что я не могу сейчас прямо сказать им этот грузинский мечте, что обязательно. Ну, это будет хорошо, если он возвратится. Ермиле Немсадзе. Если не получится такой, да, тогда вместо него Гиргулиани, молодой человек, хороший. Потом Сосо Шатберашвили, 16-й. 17-й Цхиладзе Гулбат. Хода. Ეხლა რა მინდა? ალექსანდრე კობაიძე მინდა ჩავანაცვლო დაბლა. ან მეოთხე, ან მეხუთე იმაში 20-ულში. ხო და მის მაგივრად შეიძლება გადმოვიდეს. მაგრამ იყოს დროებით, ასე იყოს და მე და შეიძლება გადმოვიდეს, მაგრამ მესამე იმიდან, რა ქვია, მესამე 20-ულიდან არის იქ, იგივე რა ქვია, კონსერვატორები რომ ახო, რატომ უნდა დავჩაგროთ კონსერვატორები? იმის იდეაზე წავიდა მთელი მსოფლიო, ასო. მთელი მსოფლიო და ეს რა დაჩაგვრა არის ამ პარტიის. ხო და ამ პარტიაში რომ რა ქვია, რა გვარია იგი? ხო, პირველი ნომერი რომა მაგ იმაში რა ქვია, კონსერვატორებში იგი შეიძლება გადმოვიდეს ალექსანდრე კობაიძის მაგივრად. ხო და თუ ბიზინა გადმოვა, თუ ბიზინა გადმოვა ჩვენთან, მაშინ თავისუფლდება, ადგილი დარჩება ისე. ხო და ალექსანდრე კობაიძის მაგივრად აგერ მეორე ნომრად გადახვარ თქვენ. გააკეთეთ ბიზნა, ჩემო საყვარელო ბიზნა, გააკეთე ასეთი რაგიროვკა გამოგადგება ეს. ხო და შემდეგ მე-19 ედიშერ გვენეტაძე და 20 ჭიქაშვილი მერაბი და დაანებე იქინე როცა შედგება ხანდა წამოყალდა რა მეფე და სოციალისტი არ შეიძლება ან მეფის იმაში უნდა იყო და ან სოციალისტებში უნდა იყო. გადაწყვეტა უნდა ეს. ეხლა მეორე 20-ული. ხო, ახლა ტრისტან წითელაშვილო, თქვენ რომ ბძანეთ, თქვენ რა თქვით, ორი სასიხარულო პიროვნება, კოტეფხოიძე написано здесь у меня, Котепхоидзе, но Реваз Сахвадзе, который говорится, что полковник или что-то звание имеет, этот самый. А это вот эти люди по закону, как Тристан сказал, должны помогать, грузинские воцнебы помогать должны, что они очень большой опыт имеют. Опыт большой, დიდი გამოცდილება აქვს ამ ხალხს, ისე რევაზ სახვაძეს და კოტეფხოიძე. კოტეფხოიძე მყავს აქანა ჩაწერილი მეცა და კოტეფხოიძე. ამაში არის ქვევით არის, მაგრამ არა უშავს. ხო. ახლა მეორე 20-ული, второй 20-ка. კერესელიძე გიორგი. მორგოშია კონსტანტინე. შეიძლება მორგოშია კონსტანტინე გადავიდეს იქინე იმის ადგილას, აქვია ალექსანდრე კობაიძეს. არ არის ეს პიროვნება, ცუდი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად არ მომწონს ამის ლაპარაკი. რაღაცა ადამიანს ყველაფერში რომ შეაქებ, მე პატარა ის უნდა უთხრა, რა ქვია, რა უარყოფითი თვისება აქვს, ის უნდა უთხრა. ხო. მესამე ქეთი დოლიძე, მეოთხე რამაზ გაგნიძე, пятый Реваз Окужава, мой друг, который мне место написали этот дасабами. Мексе Чубинидзе Давити, Тристан, თქვენთან რომ იყო დავითი არის მეორე 20-ულში. დავით ჩუბინიძე. ხო და დიდო ჩუბინიძე პირველ 20-ულში გადაინაცვლა. თამარ კიკნაძე, ირმა ცენტერაძე, მეცხრე პაატა აბულაძე,
მეათე ვაჟა პატარაია, მე-11 ომანიზე თენგო. ახლა თენგო, ომანიზე თენგო და ახვლედიანზე მინდა თქვა. ნამეტარი ნიჭიერები ხართ. ახლა ისე იგი, რომ გამოდიხართ იქ და პოლიტიკოსებს თქვა რომ ლაპარაკობთ ყველაფერს და პოლიტიკოსებს პროსტო შეკითხვა დაუსვით იგენს. ნამეტარი თქვენ თუ მოახვიეთ თქვენი აზრი პოლიტიკოს იბნევა მაშინ ადამიანი. შეკითხვა დაუსვით. ნამეტარი ნიჭიერები ხართ, პატარა დაუკვირდით, ვარა შეიძლება ქვედა იმაში ჩაინაცვლოთ. მე-11 ომანიზე თენგო, მე-12 ხალვაში თემური, მე-13 ჭკადუა ნონა, მე-14 ქარდავა გიორგი კონსერვატორებში რომა, ემზარ კვიციანი მე-15 ვატო შაქარაშვილი მე-16. შემდეგ сейчас я знаете что думаю, я вообще думаю что большие спортсмены которые есть, да, спортсмены это по-моему да цемболы социалистической партии. Эти такой чемпионы мира, которые есть такие знаменитые эти спортсмены не должны участвовать в политике, не должны участвовать. Поэтому у меня была здесь Канделаки написано, Георгий Канделаки, хороший боксер, хороший универсальный человек, но имеет, наверное, бизнес там, имеет что-то, вместо него Бакур Сванидзе. Сейчас 18 Темур Пипия, 19 Зури Махарадзе და 20 გიორგი ირემაძე. ასეთია მოცვალ და შემდეგ იმას კიდევ გამოვაცხადებ მეორე იმაზე, მეორე ბლოგზე გამოვაცხადებ კიდე. კარგად ვზანდებოდეთ, დაიბო, შასტე, ბლაგაპელუშია всем.